ელჩების კონფერენცია 2025, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ისევ პარტნიორების მწვავე კრიტიკას ისმენენ და საქმიანობის მთავარ გამოწვევად კვლავ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის დავალებას იღებენ, რომელსაც ოცნება სუვერენიტეტს უწოდებს. მედიამ შეკითხვები დაუსვა ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ივანიშვილის რეჟიმის გეგმებზე. როგორ აპირებენ დღის წესრიგიდან მოხსნან ქიმიური მოწამვლის საქმე, როცა საერთაშორისო პარტნიორები ამ საქმის გამოძიებას მოითხოვენ. რა პასუხები აქვთ ოცნების წარმომადგენლებს? ნატალი ჯახუტაშვილი განაგრძობს ახლა ამ თემაზე საუბარს. ელჩების ამბასადორიალი თბილისი პარაგრაფში უკვე დასრულებულია. დღეს ამ ღონისძიებას ოლიგარქის მთავრობა სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მათ შორის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, თუმცა მან შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან არ გაჩერებულა. დღეს კობახიძემ მედიის არც ერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა. პრინციპში ერთადერთი ოლიგარქის გუნდიდან, ვინც გაჩერდა მედიასთან, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თუმცა მანაც ბევრ თემაზე არ ისაუბრა, ბევრი ჩვენი კითხვა დატოვა უპასუხოდ. მაგალითად, ვერ მივიღეთ მაკა ბოჭორიშვილისგან პასუხი, რატომ არ სურს ქართულ ოცნებას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს BBC-ს სიუჟეტთან დაკავშირებით ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე არ გვეუბნება არაფერს ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, არც ბრიტანეთის მოთხოვნაზე, რომელიც მოუწოდებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ დასავლელ პარტნიორებს მიაწოდონ სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები. რაც შეეხება ევროკომისიის უმწვავეს ანგარიშს, რომლის თანახმადაც შესაძლოა პირველ ჯერზე დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა დასავლურ ქვეყნებთან და საბოლოო ჯამში ეს რეგულაციები ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო შესაძლოა გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე სრულ მოსახლეობაზე. ამ მიმართულებით მაკა ბოჭორიშვილის რიტორიკა პრინციპში უცვლელია. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის დისკომფორტი არ იქნება და პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ის ვეღარ შევა ევროპულ ქვეყნებში. დიპლომატიური პასპორტების თვის, მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ცოტა უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკომისიამ და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუყვებიან, მაშინ როდესაც გაურკვეველი მიზეზებით, სხვათა შორის სამართლებრივი საფუძვლები კიდევ საკითხავია, შეთანხმება იქნა შეჩერებული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე. შესაბამისად, თუ შეიძლება დავასრულებ, ხო? კი გეპასუხებ. და შესაბამისად ამ გადაწყვეტილების არსებობის ფონზე კიდევ გამეორება და ასეთი მუქარა კიდევ გვიმყარებს იმ მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან გარკვეულ ძალებს ჭირდებათ ერთადერთი მიზნისთვის აშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა. თქვენთვის დისკომფორტი იქნება თუ არა ევროპულ ქვეყნებში თუ აღარ შეგიშვებენ? აი დისკომფორტი იქნება თქვენთვის ევროპულ ქვეყნებში თუ აღარ იმოგზაურებთ? ევროკომისიის არ იქნება ეს დისკომფორტი თქვენ? შენ არ ინერვიულობ. ევროკომისია საუბრობს ამაზე და ანგარიში. არა, მე არ უნერვიულობ, მე მაინტერესებს თქვენ თუ ნერვიულობთ, ქალბატონო მაკა. BBC-ს რეპორტაჟთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს თუ არა საერთაშორისო გამოძიება. ქართული ოცნების პოზიცია როგორია? მიპასუხეთ თუ შეიძლება და ასევე ბრიტანეთიც მოითხოვს, რომ სუსის გამოძიება უნდა გახდეს საჯარო. და ამ გამოძიების დასკვნა, რაც მამუკა მდინარაძის სამსახურმა ჩაატარა და თქვენ ხართ საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ლონდონისთვის რა პასუხი გექნებათ? მზად ხართ, რომ გამოძიების შედეგები გააცნოთ ბრიტანეთს, მათ შორის და სხვა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს? ქალბატონო მაკა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ვსაუბრობთ ახლა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ხუილი რა არის საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობის ჩატარებას ხედავთ თუ არა ეს გითხარით? ხუილი არ არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოგიწოდებთ.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღონისძიებაზე თბილისი პარაგრაფში მედია შეზღუდულად მუშაობდა, ჩვენ არ ჰქონდა გადაადგილების შესაძლებლობა, მაგალითად ცალკე ოთახში გაგვიყვანეს და იზოლირებულ სივრცეში მოგვათავსეს სავარაუდოდ იმისათვის, რომ კითხვები ვერ დაგვესვა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა კომენტარისთვის მედიასთან მოიყვანა რამდენიმე ელჩი, მათ შორის დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი გაეროში, თუმცა დიპლომატებიც შემოიფარგნენ მხოლოდ განცხადებებით, ჩვენს კითხვებს პასუხები არ გასცეს, მაგალითად ქართული ოცნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბევრი მიმართულებით წინ მიიწევს საქართველო და რომ ქვეყანა არის ძალიან წარმატებული საგარეო ფრონტზე, რაში გამოიხატება ეს წარმატება, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, მაგალითად ელჩებს შევახსენეთ, რომ ირაკლი კობახიძემ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, შევახსენეთ ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული ქართულ ოცნებასთან მათი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, ასევე გაეროში საქართველოს ელჩს გავახსენეთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებაც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფიქრობს თუ არა ისიც, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, თუმცა ვერც ერთ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხები ვერ მივიღეთ. საოცარი წარმატება ჰქონდა 25 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რაც იყო შედეგი ზუსტად დაბალანსებული დიპლომატიის. გაფუჭებულია დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა ქართული ოცნების ანტიდასავლური ქმედებების გამო და თქვენ რითი ხართ კმაყოფილი, შეგიძლიათ გითხრათ? რა არის წარმატება ის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით უკუსვა გვაქვს? ეს არის თქვენთვის წარმატება, რომ პრორუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანა ბიძინა ივანიშვილმა? ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და მსოფლიოს ყველა რეგიონთან დაბალანსებული მუშაობით მივახციეთ იმას, რომ ქონდა არაჩვეულებრივი წარმატება საქართველოს რეზოლუციასთან დაკავშირებით. აი, რა მიმართულებით მივახციეთ წარმატება, შეგიძლიათ გითხრათ? ურთიერთობებმა გამოიწვია. ურთიერთობები აღარ არსებობს დასავლეთთან. ქართულ ოცნებას და დასავლურ პარტნიორებს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და თანამშრომლობა. რეგიონში, მსოფლიოში რთული პროცესები რაც მიდის, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები მომზადებულები ვიყოთ ურთულესი გამოწვევებისათვის. რაც მოიცავს ჩვენი სტრატეგიული მიზნების აღსრულება, ჩვენი სუვერენული საგარეო პოლიტიკა, ასევე შენარჩუნებელი იყოს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს მსოფლიოში. ქართულ ოცნებას რომ შეჩერებული აქვს ევროინტეგრაციის პროცესი, სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეწყვეტილია შეერთებულ შტატებთან. ამაზე თქვენ რა სიტყვით? ქვეყანას ანტიდასავლური ძალა რომ მართავს, თქვენ როგორც ელჩი რა სიტყვით? ჩვენი სტრატეგიული მიზნების აღსრულება და ამაზე მუშაობთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების აღსრულება. პრორუსულ ორბიტაზე შეტრიალება არის თქვენი სტრატეგიული მიზანი, თქვენ საფრანგეთის ელჩი ხართ. ევროინტეგრაციის პროცესი რომ შეჩერებულია, ამ მიმართულებით ქართული ოცნება არაფერს რომ არ აკეთებს, რა შეგიძლიათ თქვა? ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც განისაზღვრა, ეს არის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მოემსახურება ჩვენი უწყება 2026 წლის განმავლობაშიც. ყველაზე დაბალ ნიშნულზე რო არის დღეს დასავლეთთან ურთიერთობები, ამაზე რის თქმა შეგიძლიათ? არავინ ქართულ ოცნებას ხელს აღარ ართმევს პრაქტიკულად დასავლეთში, არც შეერთებულ შტატებში, არც ევროპაში ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული გვაქვს. ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს? საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გარკვეული ბიუროკრატების შეფასებების მიღმა აქვს რეალური შედეგები. ეს შეეხება ინსტიტუციურ განვითარებას, ეს შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას. რა მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობთ? 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს ქართულ ოცნებას დღეს გისოსებს მიღმა. ისმეთ, მაგრამ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი როდესაც ყავს ქვეყანაში, რა მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობთ? არც ერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშშიც არის დეტალურად ამაზე საუბარი.
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განვითარების გზა. ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ ესწრებოდა დღეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩი, მათ შორის დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროკავშირის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებს, თუმცა მათი არ მისვლა მაკა ბოჭორიშვილმა ახსნა იმით, რომ ახლა საშობაო არდადეგებზე არიან ისინი და ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივები საფუძვლად არ უდევს მათ არ დასწრებას დღევანდელ ამბასადორ ელზე.